ქუთაისში მუსიკის დღეები 2025 დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებასა და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა და იოსებ კეჭაღმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტით გაიხსნა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები წარუდგინეს. დღეს იყო ნამდვილი დღესასწაული და ზეიმი. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო გახსნის ცერემონიალი. მუსიკის დღეები 2025, რომელიც უკვე 5 წელია მიმდინარეობს ქალაქ ქუთაისში. წელს ის ეძღვნება მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლების 105 წლისთავს და ასევე სულხან ცინცაძის 100 წლისთავს. დღეს მომეწერა ხელი მემორანდუმს აგრეთვე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან, რომელიც იქნება მომავალი თანამშრომლობა ოპერის თეატრსა და ქუთაისის მუსიკალური სკოლების, ძირითადად მუსიკალური სკოლების და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეების ერთობლივი ღონისძიებები, ერთობლივი შეხვედრები, აი ეს იგივე ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრთან ერთად ჩატარებული კონცერტები, აგრეთვე ჩვენი მოსწავლეების ჩართვა მასტერ-კლასებში, სხვადასხვა ვორქშოპებში, სადაც აქტიურად იქნება ჩართული თვითონ ოპერის თეატრის სოლისტები და აგრეთვე ორკესტრი. მუსიკის დღეებზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულია ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი დავით ევგენიძე, რომელმაც კონცერტზე რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდესი კომპოზიტორის სახელობის სკოლაში ვარ, მუსიკალურ სკოლაში. ძალიან ვიხარია, რომ როგორც დამხვდა განახლებული და ახალი როიალებით ეს სკოლა და ქუთაისი არის ჩემი უსაყვარლესი ქალაქი და ქართული კულტურისთვის ხო საერთოდ საძირკველია ქართული ხელოვნების და ქართული კულტურის და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ამ ქალაქში ჩამოვდივარ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო ბედნიერი წავალ აქედან, ვიდრე მოვედი. ღონისძიებაზე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადაეცა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორს მანენა კიკაბიძეს. და ბავშვებისთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა წლის ბოლოა და ბავშვებიც ფორმაში არიან. რა თქმა უნდა, თითოეული ბავშვისთვის ძალიან დიდი мотиваციაა და ყველა ასეთი კონცერტი არის ძალიან მზარდი პროცესი და ძალიან დიდი გამოცდილება თითოეული მოსწავლისათვის. მუსიკის დღეები 2025 6 ივნისს ლადო მესხიშვილის თეატრში გალა კონცერტით დასრულდება. ღონისძიება ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლისთავს ეძღვნება.